ეროვნული საუნჯე, დედა ჭიდაობა, 200-მდე ილეთი და კონტრილეთი. ეს ქართული ჭიდაობაა, რომელსაც აჭარის რეგიონში დიდი ისტორია აქვს და ამ ისტორიის წერა ჩვენი რეგიონის სპორტსმენები დღემდე წარმატებით ართმევენ თავს. ქართული ჭიდაობა, რომელიც უძველესი სპორტის სახეობაა, 2018 წელს იუნესკომ მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიყვანა. აღსანიშნავია, რომ აჭარაში სრულყოფილი სახით ასპარეზობა ქართულ ჭიდაობაში პირველად 1882 წელს ბათუმში გაიმართა. ქართული ჭიდაობის ინტენსიური განვითარება პროფესიონალურ დონეზე კი ჩვენს კუთხეში გასული საუკუნის 50-იან წლებიდან დაიწყო, როცა ქობულეთში ცნობილი კახელი ფალავანი ვასილ გაროზაშვილი მოიწვიეს. გაროზაშვილთან ერთად კი ჩვენს რეგიონში ქართული ჭიდაობის განვითარებაში საწყისლებში ასევე თავისი წვლილი მის მეგობარს მიხეილ გადაევსაც მიუძღვის. აჭარაში ამას ფუძე დაედვა კიდე გონე ესე 59 წლის ოქტომბერი 14 ოქტომბერი შემოედი და ვასო დამხვდა აქ. და ვასო რა თქმა უნდა სიხარულით არის სასეწვია რომ ახლა რაც შეიძლება დავიწყეთ ჩაუყაროთ საფუძველი, იმიტომ რომ ქართული ჭიდაობა არ არსებობდა. განვითარების პირველი ნაბიჯები ჩვენ არავის არაფერი ისე არ დაუხმართ, ჩვენ თვითონ რაცხა შევძელით. შევაგროვეთ, ხალხით შევაგროვეთ, იიღოთ, ახლა გავამზადეთ, ნახერხით ჯერ გავაკეთეთ საჭიდაო მოედან და როგორ ხო იქნა ბათუმში ორი ძველი ლეიბი ვნახეთ, მევიტანეთ, დავდეთ და იმ ლეიბზე ვარჯიშობდით. ქართულ ჭიდაობაში პირველი ტურნირი ჩვენს რეგიონში 60-იან წლებში ქობულეთში სტადიონზე სწორედ გაროზაშვილის ორგანიზებით გაიმართა. ამ ჩემპიონატზე იასპარეზა მიხეილ გადავემაც, რომელმაც ყველა ურთაბრძოლის მოგება მოახერხა. პირველი წარმატება ჩემი ხო გეუბნება ის პირველ დღეს მე და ვასო რო შევხვდით და ვასო მითხრა რომ დღეს უნდა მიიღო მონაწილეობა და მე ვთქვა როგორ მივიღე, მე ხო მაგას ჩვენ მოახერხებთ და იმ დღეს ახლა როგორც მე სპორტსმენს შეიძლება გამიმართლა კიდეც. მე 5 შეხვედრა იმ დღეს მოვიგე. ესე ყველა შეხვედრა მოვიგე და ამ შეხვედრაში დაინტერესება იმდენად იყო რომ მაშინ იყო ცხონებული ალექსანდრე გოგიტიძე იყო რაიკომის დივანი. რაიკომის დივანიც კი ესწრებოდა იმ ჭიდაობას სტადიონზე. და კიდე მთავრობის და მე მეორე დღეს გამომიძახე რაიკომში და ამ ცხონებულმა მითხრა რომ თუ დარჩები ჩვენთან რომ ხელი რო შეგიწყოთ. ასეთი კითხვა დამისვა. მე მაინც გადაწყვეტილი მქონდა დარჩენა. მე ვთქარ თუ შემიწყოთ ხელი დარჩები. ვასილ გაროზაშვილის ორგანიზებით ასევე 60-იან 70-იან წლებში აჭარის ქართული ჭიდაობის ნაკრები ჩამოყალიბდა, რომელიც ძირითადად ქობულეთელი ფალავნებით იყო დაკომპლექტებული. მან მთავარი აქცენტი სწორედ ადგილობრივი ფალავნების მომზადებაზე გააკეთა და შედეგებით ჩვენი რეგიონისთვის სპორტის ამ სახეობაში მალევე მოვიდა. აღსანიშნავია, რომ გაროზაშვილმა თავისი მწვრთნელობის პერიოდში ისეთ ფალავნებს გაუკვალა გზა, როგორიც მიხეილ შონუსი, ჯემალ არობელიძე, იაშა კილაძე, ელგუჯა გასვიანი, როსტომ მელაშვილი, ანზორ ლაზიშვილი, იურის კრილინკოვი, დიმიტრი სტეფანიდი და სხვები არიან. სიმართლე გითხრა, ის გზაზე აი მიმავალს ნახავდა შეიძლება რომელსაც ჯერ ჩოხა არ იცოდა რა არის, მაგრამ ვასო იმიდან გამოიყვან და მოჭიდავეს. ჩვენ თვითონ მონაწილეობდით როგორც ასეთი გუნდის წევრები, მაგრამ ასევე ვიყავით ჩვენ მწვრთნელები. აი ბავშვები რომელიც წამოგვეძა და წამოგვეწია თანდათან ისე და გუნდი ისე შევავსეთ რომ აჭარის პირველობა მე არ დაგვითმია არავისთვის არც ერთ რაიონიდან. ქობულეთი იყო ყოველთვის პირველი აჭარის ქართულ ჭიდაობაში. და იქამდე წავიდა საქმე საქართველოს პირველობა ჩატარდა აჭარაში. მაშინ ბათუმში თეატრში იყო. და ჩვენ ისე გავაკეთეთ იმდენი ისე შევავსეთ გუნდი რომ აჭარა საქართველოში მე სამეურში მოხდა ქართულ ჭიდაობაში. ეს ისტორიას არ ახსოვდა. 1960 წელს ქობულეთში გიხსნა ჭიდაობის სკოლა. იმის ხელმძღვანელი იყო ვასო გაროზაშვილი, რომელიც კახეთიდან ჩამოვიდა. სტადიონის გვერდით იყო პატარა დარბაზი, რომელშიც ავარჯიშებდა ბიჭებს. მეც ვიყავი ერთადერთი პირველი მისი მოწაფე. ყველას შეჯიბრებაზე ახლა მე მახსოვს სადაც დავდიოდით საგარეჯო, გორი, ხაშური ყველგან და ერთადერთი ჩვენი ქობულეთის გუნდი გადიოდა აჭარის როგორც აჭარის ნაკრები. 67 წლიდან ჩვენ უკვე მონაწილეობდით სკოლა ღონისძიებაზე. ტურნირებზე. ჩვენ გავდიოდით აჭარის პირველობაზე, ვიყავით ჩემპიონები, აჭარის ჩემპიონები ვიყავით პირადად მე და სხვა ბიჭებიც. მერე გავდიოდით ზონაზე. ზონის ჩემპიონიც ვიყავი.
პრიზიორიც ვიყავი. შემდგომში გავდიოდით საქართველოს პირველობაზე, ტარდებოდა თბილისში. 70-იან წლებში ჩატარდა აჭარის პირველობა სოფელ დაგვაში კულტურის სახლში, პირდაპირ სცენაზე. და მაყურებლებიც ბევრი იყო და იქ ჩემპიონიც გავხდი. ეს დიდი ის იყო ვასო გაროზაშვილის სახით. ჩვენ რო ვიზდებოდით. ჩვენ ვიყავით როგორც ბიჭები, ვიყავით როგორც ძმები. გამიგეთ, ისე ვიყავით. ახლა უფრო გაშლილად არიან ბავშვები და ის დრო სხვა დრო იყო, სხვა ეპოქა იყო. ეს ეპოქა გავიდა და სხვანაირად გახდა. ჩვენს რეგიონში ქართული ჭიდაობის განვითარება საბჭოთა კავშირის დაშლიდან 4 წლის შემდეგ უკვე ახალ საფეხურზე გადავიდა. 1994 წელს საჭარაში ქართული ჭიდაობის ფედერაცია დაარსდა. ამაში კი დიდი წვლილი, რა თქმა უნდა, ვასილ გაროზაშვილს მიუძღვის, რომლის ენერგიული გარჯა გახდა მთავარი საძირკველი აჭარაში ქართული ჭიდაობის დაფუძნების. აჭარაში ფედერაციული წყობა დაიწყო ამ პერიოდისათვის. დღეს 53 ფედერაცია გვაქვს სპორტის სხვადასხვა დისციპლინებში, სახეებში. მათ შორის წარმატებული ქართული ჭიდაობა არის და მისი შექმნა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ დაიშალა საბჭოთა კავშირი. შემდგომ მოხდა ჭიდაობის ამ დარგის მაღალ დონეზე განვითარება, რასაც უნდა უმადლოდეთ ეხლანდელ ჭიდაობის პრეზიდენტ ჯემალ წულუკიძეს. დაიძვრა ის ყინული, რასაც ჩვენ ვეტერანები ოცნებოდით. რა იყო ეს ყინული? ეს ყინული ის იყო, რომ ქართული ჭიდაობის აღიარება მოხდებოდა მსოფლიო მასშტაბით და ესეც მოხდა. ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი საბერძნეთში, ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში, ჩატარდა ეხლა უკვე შეიქმნა იმის საფუძველი, რომ ჩვენ იუნესკოს აღიარების შემდგომ მოხდეთ ესე იგი სპორტული სახეობების მმართველობის წრეებში და ოლიმპიური ჯგუფში მივიღოთ სტატუსი ქართულმა ჭიდაობამ და ამით უფრო დიდი აღიარება, საბოლოო აღიარება ყავს ქართულმა ჭიდაობამ მსოფლიოში. დღეს აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაცია ჩვენს რეგიონში სპორტის ამ სახეობის დამაარსებლის ვასილ გაროზაშვილის სახელობის რესპუბლიკური ტურნირის გარდა კიდევ არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ტურნირს ატარებს.